ავთენტური გემოები, კულინარიული ხელოვნება და მაღალი ხარისხი საქართველოში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული დაიწყო. იტალიური გასტრონომიისა და მუსიკის ფესტივალი 2 დღის განმავლობაში ფექტორი თბილისის სივრცეში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ემილია-რომანიას სამზარეულო. ღონისძიებაზე იტალიური ნაწარმის 20-ზე მეტ სტენდს წარმოადგენენ. დეგუსტაცია კი იტალიელი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასებით გაგრძელდება და მუსიკალური ფესტივალით დაიხურება. ცნობილი იტალიელი და ქართველი დიჯეების მონაწილეობით. კვირეული იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით უკვე მე-10-ად იმართება. წლევანდელი კვირეულის თემატიკაა ტრადიციები, ინოვაციები, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კვლევა. იტალიური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხის კანდიდატია. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იტალიური სამზარეულოს კვირეულს. ეს არის იტალიური საკვების და მუსიკის ფესტივალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ეს აჩვენებს დიდ მეგობრობას ჩვენ ორ ქვეყანას, იტალიას და საქართველოს შორის. ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ, როგორ შეუძლია იტალიურ სამზარეულოს, იტალიურ ტრადიციას ითანამშრომლოს ქართულ კულტურასთან, ქართულ ღვინოსთან და სამზარეულოსთან. საკვების ფესტივალის შემდეგ გვექნება მუსიკალური ფესტივალი და წარმოდგენილი იქნება როგორც იტალიური, ასევე ქართული ხელოვნება. ეს კარგი მაგალითია, როგორ შეუძლია ჩვენ ქვეყნებს ურთიერთქმედება და თანამშრომლობა. თანამხოლოდ იტალიის მოყვარული ადამიანისთვის, არამედ ზოგადად გემრიელი და ძალიან ხარისხიანი პროდუქტის მოყვარული ადამიანისთვის, ასევე ძალიან ხარისხიანი მუსიკის მოყვარული ადამიანებისთვის ძალიან საინტერესო ფესტივალი. როგორც ხედავთ, გარემო ძალიან ლამაზია, ხალხი ძალიან კარგია, ამინდი ძალიან შესანიშნავი და მოკლედ ვისაც აქვს შანსი რომ ხვალ დაესწროს ამ ღონისძიებას, ჩემი აზრით არ უნდა დაკარგოს დრო. ასეთი ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გვაცნობს იტალიურ კულტურას პირველ რიგში, იტალიურ სამზარეულოს და საქართველოში, რა თქმა უნდა, იტალიური სამზარეულო ძალიან პოპულარულია და რაც უფრო მეტი ღონისძიება ჩატარდება ასეთი, უფრო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.